Რასაკვირველია ყველაფერი, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნის შიგნით, ეს არის ზოგადი კონტექსტი იმისაც, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ და ეს არის შეერთებული შტატების ელჩის გადადგომა და მის საერთოდ პენსიაში გასვლა, როგორც ის თავად ამბობს საკუთარ განცხადებაში. სწორედ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ავხსნათ ბატონ თემურ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ეს ნაბიჯი და ჩვენ ნახეთ კიდევაც გაგრძელება, როგორც ცდილობს ქართული ოცნების პროპაგანდა ეს რაღაც თითქოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგების პერსპექტივის კუთხით განიხილოს. ხო, ნამდვილად აქვს ასეთი მცდელობა ქართულ ოცნებას, რამდენად არის ეს რეალობასთან ძნელი სათქმელია. პირადად მე მგონია რომ ეს არ არის არანაირ კავშირში რეალობასთან ამ შემთხვევაში, რადგანაც ჩვენ ვხედავთ რომ გავიდა უკვე 4 თვეზე მეტი რაც ტრამპის ადმინისტრაცია არის ხელისუფლებაში და არანაირი გარღვევა კი არა, პირიქით გაცლებთ უფრო რთული პრობლემები დაუდგა ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. ელჩის ცვლილება ახლა პირადი განცხადებით არის წასული, ასე რომ ჩვენ შესაბამისად ბევრი ასე ვთქვათ საფუძველი არ გვაქვს იმისათვის რომ რაიმე სხვა მიმართულებით ვიფიქროთ, ამიტომ შესაბამისად აქედან გამომდინარე ახლა ეს რო ყოფილიყო ვთქვათ გადადგომა სხვა მიზეზით აქ პენსიაში გასვლაზეა საუბარი, შესაბამისად ეს ჩვენ არ ვიცით რა პიროვნული საკითხები წყვეტდა ახლა ამ შემთხვევაში რობინ დანიგანის გადაწყვეტილებას რომ ხო ეს არ იყო ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და ეს იყო მისი პირადი სურვილი. ანუ განსხვავებით ბრიჯიტ ბრინკისაგან უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისაგან, რომელიც დემონსტრაციულად გადადგა ერთი თვით ადრეს ან ვადა გაუვიდო და აქ ჩვენ ცოტა სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. დანიგანი ახალი დანიშნული იყო ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის, ასე რომ შესაბამისად აქ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ რამეს ვერ მოვავამთ სერიოზულად კუდებს. ახლა რასაკვირველია ყოველთვის შეგვიძლია იმ კონტექსტში არ შეგვიძლია ჩავსვათ, როგორც იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ხშირია ჩვენ ვიცით სხვადასხვა ქვეყანაში შეერთებული შტატების ელჩების ცვლილება, ხო? ამ კონტექსტის ნაწილად არ შეგვიძლია. აქ ჩვენ ცოტა სხვა კონტექსტი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, როგორც თვითონ ქალბატონმა დანიგანმა დაწერა თავის განცხადებაში, ამიტომ აქედან გამომდინარე მე არ მგონია რეალურად რომ რაიმე შეიცვალოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში საქართველოს მიმართ. ერთადერთი ელჩის არ ყოფნა, რასაკვირველია, ქმნის გარკვეულწილად ვაკუუმს რამდენიმე ხნით. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვაკუუმი, არ ვიცით, მაგრამ შესაძლებლობა მაქვს რომ წესითა მაინც და მაინც დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს ამ შემთხვევაში, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ პოლიტიკას განსაზღვრასთან დაკავშირებით უკვე გადაწყვეტილებები როგორც ჩანს მიღების ფაზაშია. ამას ხედავთ სენატში მეგობარი აქტის დარეგისტრირებით, რომელმაც წარმომადგენელთა პალატა უკვე გაიარა და თუ ცვლილებები არ მოხდება, შესაბამისად სენატის დამტკიცების შემდეგ ის შევა ძალაში. აქედან გამომდინარე ელჩის შერჩევა ამ პერიოდში მეგობარაკთან ერთად თუ მოხდება, ეგ ასევე გარკვეული მანიშნებელი იქნება და მეგობარი აქტის მიღების შემდეგ თუ მოხდება, უკვე მეგობარი აქტის გათვალისწინება იქნება სავალდებულო ელჩისთვის, ასე რომ აქ მე ვერ ვხედავ მაინც და მაინც დიდ ცვლილებას ამერიკის პოლიტიკაში, რეალურად რაც ხდებოდა აქამდე, ის გაგრძელდება ეს კურსი. კი ბატონო და აუდიტორიამ უნდა იცოდეს ისიც, რომ ის რაც ხდება ახლა, რა პროცესებიც მიმდინარეობს კონგრესში, შემდეგ უკვე სენატში, რასაც ველოდებით მეგობარი აქტის კუთხით, ამაზე რასაკვირველია, მსგავსი გადაწყვეტილებები არანაირ გავლენას არ მოახდენს. პირიქით, ჩვენ ახლა აი ამ პერიოდში, ვიდრე არ იქნება ოფიციალურად წარდგენილი ახალი ელჩი ველოდებით სწორედ სენატიდან ამ გადაწყვეტილებას. ბატონო, მე მაინც მინდა რომ გავაკეთოთ აქცენტი მაკა ბოჭორიშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით. ერთის მხრივ ის ამბობს, რომ საელჩოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლიო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე და საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენ
მთლიანად იყო შესაძლებელი ამ პირობებში ურთიერთობის გაუმჯობესებაში საელჩოს ასეთ შემადგენლობას თუ ასეთ საელჩოს, მოდით ასე ვიტყვი, შეეტანა გარკვეული წვლილიო და რომ თუ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სურვილიო ახალი ფურცლიდან შესაძლებელია ჩვენი ურთიერთობის დაწყება. აი ეს რა გზავნილია თქვენი აზრით? ხო, ну პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ქვეყანა ელჩს ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოში თავისი ინტერესებისგან გამომდინარე და იმისაც, რომ იმ ქვეყანაში თავისი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას. ახლა ჩემთვის გაუგებარია მაკაბუჭორიშვილის ეს განცხადება ამ დიპლომატიის ენით, ახლა 27 წელია დიპლომატიის ისტორიას ვასწავლი და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს არ უნდა მიუთითებს როგორი ელჩი უნდა დანიშნოს ჩვენს ქვეყანაში. ელჩი დაინიშნება, ის გაატარებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ბუნებრივია. ახლა როგორ გაატარებს? გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლა იარაღის ძალით არ ატარებს ამას, დიპლომატიურად აკეთებს ამას და ამასთან უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რაც უფრო მეც ილაპარაკებს ირაკლი კობახიძე იმაზე, რომ ჩინეთი არის ყველაზე კარგი სახელმწიფო და ჩინეთის გზით უნდა ვიაროთ ჩვენ, რასაც ვხედავთ აგერ ახლა სოციალურ ქსელების შეზღუდვაშიც კი, ანუ ყველანაირ შეზღუდვაზე სიტყვის თავისუფლების, მით მეტი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში ამ რეგიონში ჩინეთის გაძლიერება სულაც არ შედის. და მეგობარი აქტით ზუსტად ამაზეა მიმართული, რომ ჩინეთის და ირანის და რუსეთის გავლენები შეამციროს რეგიონში. და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ფუჭი იმედების აღძვრა ელემენტარულად საკუთარ ამორჩეველში. როგორც გვახსოვს, რომ აი მოვაუც იანვარს ტრამპი და ყველაფერი დაალაგდება, არაფერიც არ დაალაგდა, კიდევ უარესად არის რეალურად საქმე. ახლა არის, რომ აი მოვა ახალი ელჩი და დაალაგდება. ნუ ნახოთ. ხო, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ მაკაბოჭორიშვილმა შეიძლება რა ვიცი, ეცადა ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცნაირად დიპლომატიურ ჩარჩოებში მოექცია ის განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მხრიდან, ხო, რომ თითქოს რობინ დანიგანი რაღაც დიპსტეიტის წარმომადგენელი იყო, ის დიპსტეიტის ინტერესებს ატარებდა და აი ახლა ზუსტად ასე ფუთავენ, რომ თითქოს დიპსტეიტის წარმომადგენელი ჩახსნა ტრამპის ადმინისტრაციამ და ახლა გამოგზავნის ისეც, ვინც უკვე ქართულ ოცნებასთან გამონახავს, ხო, მაგალითად კიმბერლი ლოუს, ხო, ნუ სხვა მართალი გითხრათ, მაინც ვერ მოვძებნებ. ხო, ასეთი სიმბოლიზმი, ასე ვთქვათ, რაც სურს ქართულ ოცნებას. ხო, არა, ნუ რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ახლა უკვე ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი ან მასთან ასოცირებული პირები უკვე მარკო რუბიოსაც კი დიპსტეიტად აცხადებენ და შესაბამისად და ილონ მასკსაც ხათაშორის ილონ მასკი გუშინდელსაკით დიპსტეიტი გახდა, კი ბატონო, გუშინდელსაკით დიპსტეიტი გახდა, ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვით, ანუ მართლაც რეალურად მე ერთ რამეს ვიტყვი, ეს ადრე თუ გვიან მათ საკუთარ ამომრჩეველშიც კი გაჯდება, რომ ესენი მათ ატყუებენ. იმიტომ რომ უსაშველოდ არ შეიძლება შენ ადამიანი ატყუო. მართლაც დიდი ხანია ატყუებენ ესენი უკვე თავის ამომრჩეველს, ძალიან დიდი ხანია და ეს ამომრჩეველი, აი, როგორც ხავს ისე ეჭიდება ყოველ ასეთ გადმოგდებულ ფრაზას, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ეს? როდესაც ერთხელ და ვიღაცა ბოლოს და ბოლოს მიხვდება ის მასაც, რომ მეფე შიშველია, ამ შემთხვევაში სიამოვნებაში ქართული ოცნება ტყუილებს მეც არაფერს არ ამბობს. კი ბატონო, და აი ეს ურთიერთობა, რომელიც ახლა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არის, ურთიერთობის ეს ნიშნული, რომლის მსგავსიც მართლა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში არასოდეს ყოფილა, ხო, ბატონ თემურ და ჩვენ ამიტომ არ გვყავს ელჩიც. ჩვენ თვითონ საქართველოსაც არ ყავს ელჩი შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე თვეა მას შემდეგ, რაც სანქციების პოლიტიკა ამოქმედა შეერთებულმა შტატებმა. სწორედ აი ამ რეალობის გათვალისწინებით, აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით რომ ვისაუბროთ. ანუ შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ამოქმედებული სანქციების პაკეტი
პაკეტი საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. კონგრესმა უკვე მიიღო მეგობარი აქტი, გადადის სენატში და აქაც უკვე სასანქციო სია გამზადებულია. პარალელურად რას ვხედავთ ხო საქართველოში, რომ ზუსტად ჩინეთის, ირანის, რუსეთის ინტერესები, რაზეც მთავარი აქცენტია და მთავარი პოლიტიკაა მთლიანად საგარეო აგებული შეერთებული შტატების, ამის საპირისპიროდ მიდის კვლავ ქართული ოცნება. აი, როგორ გესახებათ ბატონ თემურ, ზოგადად აი ურთიერთობის განვითარება რა პერსპექტივა აქვს ქვეყანაში? მე პირდაპირ ვიტყვი ერთ რამეს. საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიღება. ამის გაკეთება ვინ უშლის ამას ხელს? ამას ხელს უშლის პირველ რიგში რუსეთი. როდესაც შენი მთავარი მოწინააღმდეგე არის რუსეთი და შენ ტერს ხედავ ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა რუსეთში, შენ უკვე საღაზრზე ხარ თუ არა ის უნდა კითხოს კაცმა. რეალურად ეს უნდა დააყენოს ეჭვის ქვეშ და არა ის რომ შენ რატომ აკეთებ ამას. რატომ აკეთებს გასაგებია, მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება არის მთავარი მიზანი. ანუ ამ ხალხისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების მიღება კი არ არის თავარი, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება მაგალითად ძალიან სერიოზულად შეუწყობდა ხელს ორივე მიმართულებით კი და ფაქტობრივად ასე ვთქვათ გარდაუვალს გახდიდა ამ პროცესს. არამედ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. შესაბამისად, ამიტომ მე უნდა გავაყალბო არჩევნები. ამიტომ მე უნდა მივიტაცო ხელისუფლება. ამიტომ მე უნდა ჩავახშო პროტესტი. მე უნდა დავამხო დემოკრატიული ღირებულებები. მე უნდა გავავრცელო ჩემს ამორჩევლებში იმის შეგრძნება, რომ მე ამით ვიცავ სუვერენიტეტს. ამით კი არიცავ პირიქით ანგრევ. იმიტომ რომ ხდი აბსოლუტურად დაუცველს რუსეთის მომავალი აგრესიისგან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ჩვენ არ ვართ რუსეთის მიერ ოკუპირებული, არის უკრაინა. უკრაინის ჯარები განაპირობებს იმას და მისი თავდაცვის უნარიანობა, რომ რუსეთს უბრალოდ ფიზიკურად არჩება არავისთვის სხვისთვის შესაძლებლობები თავისი აგრესიის გამოსავლენად. ამიტომაც რომ ფაქტობრივად ესე იგი ამ რეჟიმისთვის უკრაინის ხელისუფლება იქცა თავის მტრად. ფაქტობრივად რეალურად ესე იგი გამოდის რომ ეს რეჟიმი ატარებს მხოლოდ რუსეთის ინტერესებს დღეს და გასაგებია რომ ესე იგი მაშინ ეს რეჟიმი რუსულია. კი ბატონო, და აი შეიძლება ბატონ თემურ, რაზეც არის ხოლმე ხშირად აქცენტები, რომ ვთქვათ ტრამპის ადმინისტრაციასთან ცდილობს რაღაცნაირად ბიძინა ივანიშვილი ურთიერთობის დაალაგებას და თითქოს იქ ლობისტებიც მუშაობენ ამ ხრივ და ვნახეთ ჩვენ ხო ლილუაშვილის თუ დავითაშვილის მცდელობები როგორც დასრულდა, მაგრამ ფიქრობთ რომ ახლა შესაძლებელია, არ ვიცი ახლა ვაჭრობა რამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ რაღაც ტიპის კომუნიკაცია მიდიოდეს, რომ აი მე მაგალითად როგორც წერილში ეწერა ხო კობახიძეს, თქვენ ხო დიქტატორულ რეჟიმებს ელაპარაკებით მსოფლიოს სხვა წერტილებში, მოდი მე მაცადე რომ აქ მე ჩემ შიდა დიქტატურას გავიმყარებ და რაღაცნაირად მოვითმობ ხელს როგორც მინდა ისეთი წყობა მექნება ქვეყნის შიგნით, მაგრამ ამერიკასთან რაღაც დონის ურთიერთობა იყოს შენარჩუნებული. ფიქრობთ რომ ამას აქვს რამე პერსპექტივა? ცივი ომის პერიოდში დიქტატორებთან ურთიერთობა იყო ჩვეულებრივი მოვლენა ამ შემთხვევაში, რადგანაც მთავარია შენი ინტერესების გამტარებელი ყოფილიყო. აქ ჩვენ ხედავთ რომ ეს ამერიკის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაც არ არის, ხო, ამ შემთხვევაში. შესაბამისად ამერიკის ინტერესების გამტარებელი დამცველი ანუ ამ რეგიონში მისი დამცველი ამერიკული აგერ პირდაპირ თქვა მარკო რუბიომ პირიქით. ხელისუფლება რო ყოფილიყო, მაშინ ეს პრობლემები საერთოდ არ შეექნებოდა, არც დემოკრატიის ეროზია გვექნებოდა, ამ დროსთვის უკვე არც არჩევნები გაყალბდებოდა, ხელისუფლებაც შეცვლილი იქნებოდა და ქვეყანაც სულ სხვა ბევრად უფრო მშვიდ ვითარებაში განვითარებას განაგრძობდა და ევროკავშირისკენ გზა შეუქცევადი გახდებოდა. მაგრამ როდესაც ანტიამერიკული ხელისუფლება გყავს და ეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რომელიც ამავდროულად ითავსებს პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას, ძალიან ასე ვთქვათ რთული წარმოსადგენია, რომ აქ რაღაცა ვაჭრობის შესაძლებლობა იყოს დარჩენილი. ზუსტად ამიტომ არ იღებს ივანიშვილი არც ერთ წარგზავნილს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვინც მასთან გამოგზავნეს, მხოლოდ ამის გამო არ იღებს, რომ იცის რომ სავაჭრო სივრცე რეალურად მას არ აქვს. დიახ.
პირდაპირ დაწერა კიდევ წერილში, რომ ესე იგი იმ თანხავსო თქვენი მიზნებისთვის გამოვიყენებდიო, ოღონდ გეთქვათო. ანუ რას ნიშნავს ეს საერთოდ უცნაური ამბავია შენ პირადი თანხების გამო სახელმწიფო პოლიტიკას ატარები ისეც რომელიც აზიანებს სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს ინტერესების აწინააღმდეგო. ხო, კი ბატონო თემურ თქვენ კი ახსენეთ რა ის სპეკულაციები ვთქვათ არ უნდა მოყვეს გამომდინარე იქიდან რომ დანიგანმა თავად დაწერა რომ ხო მიდის პენსიაში და სხვა არაფერთან ეს კავშირში არ არის მაგრამ მაინც აი რაღაც ბმას ხედავთ იმიტომ რომ დროში ემთხვევა ხო მაგალითად ჯერ შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებული წერილი ირაკლი კობახიძის წერილის შემდეგ მერე ბიძინა ივანიშვილი რომელიც ამბობდა რომ კომპლექსები აწუხებს და ის არ შეხვდა ხო შეერთებული შტატებისაც აი ამათ შეიძლება იყოს ის რომ დანიგანს უკვე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და შესაბამისად აქედან გამომდინარე თავად გადგა პროცესებისგან ხო ანუ ეს შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ ისევ და ისევ ახლა ჩვენ ვერ წავალთ ახლა სპეკულაციების გზით ამ შემთხვევაში. კი ბატონო და ხო, ნუ ბიძინა ივანიშვილის კომპლექსები, რასაც ის კომპლექსებს უწოდებს, საკუთარი ფულისა და ძალაუფლებისადმი პირველი ინტერესი, ნომერ პირველი, ეს ძალაში რჩება და ეს არის ამ ეტაპზე ის რაც ხელს უშლის რეალურად რომ ვთქვათ ორ ქვეყანას შორის აი ამ სტრატეგიული პარტნიორობის რაღაცა მართლა ახალი ფურცლიდან დაწყება თუ კი სურთ, ხო, როგორც მაკაბოჭორიშვილი. თუ ახალი ფურცლიდან დაწყება სურთ, ამაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ უთხრა რომ უნდა გააუქმო მთელი ეს რეპრესიული კანონები ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაც მიიღეს დაწყებული რუსული კანონიდან დამთავრებული ეგრეთ წოდებული ფარათი რომელსაც ფარასთან არანაირი კავშირი არ აქვს რეალურად და რეალურად რუსული კანონის კიდევ უფრო მკაცრი რეინკარნაცია მათ უნდა შექმნან ნორმალური გარემო საარჩევნო და შესაბამისად ჩაატარონ ნორმალური არჩევნები საპარლამენტო ახლა ადგილობრივ არჩევნებზე აქ არავინ არ ესაუბრება რა საგვირველი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ადგილობრივი არჩევნები საქართველოში როგორი ასე ვთქვათ პრინციპით ჩატარდება ამ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნები განმუხტვის გზა რომელიც არის ეს არაერთხელ უთქვამთ მათ შორის ეს არის საპარლამენტო არჩევნები კი ბატონო დიდი მადლობა ბატონ თებორ ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები და მათ შორის ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ კანდიდატურასაც ვის წარადგენს. კი, და რაც მეორე ხო, მესამე და გვევიწყდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელიც აუცილებლად ახლა უკვე იმდენი პოლიტპატიმარი გვყავს, აგერ ჩვენი კოალიციის ორი ლიდერი არის უკვე დაკავებული და მესამე დღე-დღეზე ელოდება ამ შემთხვევაში და კი ბატონო. ასე რომ ხო, ნამდვილად არის გადასადგმელი, იციან ძალიან კარგად ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმისთვის, რომ ცივილიზებული ქვეყნების რიგში დაბრუნდეს საქართველო, რომელიც სწორედ ქართული ოცნების მოქმედებების გამო ამოირიცხა ამ ქვეყნების სიიდან.